თავდაპირველად ცხადია იყო შიშიც, რაღაც ღელვა, რაღაც გაურკვეველი მომავლის რა. არ ვიცოდი რა იქნებოდა სიბნელეში ხელის ცეცებით რო დადიხარ, ესეთი შეგრძნება მქონდა, რომ აი არ ვიცოდი რასთან მქონდა საქმე. იქიდან გამოვედი აბსოლუტურად დამშვიდებული, ხელა ძალა აღმომაჩნდა, რომ ზეც მანამდე თურმე არ ვიცოდი. მატამ არ გამხადა დედა, მაგრამ მატამ გამხადა უკეთესი დედა. მე არ მიყვარს ესეთი ბავშვები. დედის მიმღებლობა პირდაპირ აისახება შვილზე. წინ ელოდება ზღვა სიყვარული. მოგესალმებით, ეს დედების პოდკასტია, მე მარიამი ვარ. დღეს ვსაუბრობთ თემაზე, რომელიც რა თქმა უნდა დედობას ეხება, თუმცა ვსაუბრობთ დედობის ცოტა არასტანდარტულ გზაზე. ყველა დედობა ერთნაირად არ იწყება. ზოგ დედობას თან ახლავს ძალიან ბევრი გამოწვევა, გაურკვევლობა, თუმცა რა თქმა უნდა, ამასთან ერთად მოდის ძალიან დიდი სიძლიერეც და ძალიან ბევრი გამარჯვებებიც. დღეს ვსაუბრობთ იასთან, რომელიც არის დაუნის სინდრომის მქონე ბავშვის დედიკო და გაგვიზიარებს თავის ძალიან საინტერესო გამოცდილებას, რომელიც ბევრი დედისთვის იქნება ძალიან საინტერესო. ეპიზოდის წამდგენია ნუტრილაკი 100% ორგანული ბრენდი, რომელიც ქმნის ბავშვებისთვის ორგანულ ფაფებსა და ადაპტირებულ ნარევებს. ია, მოგესალმები, ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის. თქვენ მადლობა ჩემი მოწვევისთვის და მატას ამბით დაინტერესებისთვის. ძალიან საინტერესო იყო თქვენს კონტენტს რო ვადევნებდით თვალს და ძალიან დავინტერესდი და მოგვინდა რომ კიდევ უფრო ღრმად თავძიებოდით ამ საკითხს. პირველ რიგში როგორ გაგვაცნობდი შენს თავს და როგორ გაგვაცნობდი შენს შვილს ისე, როგორც გინდა რომ საზოგადოება იცნობდეს. მე ვარია სამი შვილის დედა. ჩემი მესამე შვილი არის მატა, რომელსაც აქვს როგორც აღნიშნეთ დაუნის სინდრომი და მინდა რომ საზოგადოება გვიცნობდეს როგორც ერთ ჩვეულებრივ ოჯახს, არაფერს განსაკუთრებულს, სიყვარულით სავსეს, რა ვიცი, გამოწვევებით და ჩემი სოციალური ცხოვრების გააქტიურების მიზეზიც სწორედ ეს იყო, რომ მინდოდა რომ აი საზოგადოება მიცოდეს, რომ მატას და მატას დიაგნოზის მქონე ბავშვების ცხოვრებაც არის ჩვეულებრივი, სტანდარტული, ბევრი სიყვარულით და გამოწვევებით სავსე, იმიტომ რომ მატას უკან დგას პიროვნება, რომელიც არის ძალიან ყოჩაღი, ძალიან ვაღი, თავის ხასიათის პატრონი და მინდა რომ იცნობდნენ როგორც ძლიერ გოგოს. ძალიან კარგი. რომ მოგვიყვე, აი შენი დედობის გამოცდილებაზე, აი ამ გამოცდილებით განსხვავებულია თუ არა ეს გამოცდილება მესამე შვილთან და აი რაშია ეს განსხვავება? სულ ამბობ ხოლმე, რომ მატამ არ გამხადა დედა, მაგრამ მატამ გამხადა უკეთესი დედა, ჩემი აზრით და უკეთესი ადამიანი. ძალიან ისეთ მარტივ ჭეშმარიტებას მივხვდით. თქო, ესე მგონია, რომ დედობა არ არის ყველაფრის კონტროლი, რასაც ეხლაც ვებრძვი, სულ მინდა რომ ჩემ უფროს შვილებთანაც ყველაფერი ვაკონტროლო, მაგრამ ყველაფერი ჩვენ კონტროლს ქვეშ არ არის. უბრალოდ დედობა არის შენი შვილის მხარდამხარ ყოფნა, ესე მგონია, მანამ კი მის გზაზე, სანამ ენდომები, სანამ დაჭირდები, სანამ სხვადასხვა ეტაპზე, სხვადასხვანაირი ჩართულობით მის გვერდზე ყოფნა არის დედობა და ამას ეხლა უფრო და უფრო ვხვდები ამ სიღრმეს მას შემდეგ რაც მატამ ეყოლა. ძალიან საინტერესო დაკვირვებაა ნამდვილად. რომ მოგვიყვე, როგორ დაიწყო ყველაფერი, როგორ გაიგე დიაგნოზის შესახებ და ასე შემდეგ. მატას დიაგნოზის შესახებ გავიგე 12 კვირის ორსული ვეყავი, გეგმიურ ეხოსკოპიაზე ვეყავი მისული და იქ იეჭვა ეხოსკოპისტმა, იმიტომ რომ რაღაც მონაცემები ცოტა გადაცდომილი იყო, თუმცა სკრინინგი არ არის 100%-იანი დასტური არაფრის და ამიტომ გავიკეთე შემდეგ უკვე ნიფტის ანალიზი, რაც 95%-იან სისწორეს აჩვენებს და დადასტურდა, რომ მატას ექნებოდა დაუნის სინდრომი. და როგორ მოემზადე ამ დიაგნოზისთვის? თავდაპირველად ცხადია იყო შიშიც, რაღაც ღელვა, რაღაც გაურკვეველი მომავლის რა, ეს მახსოვს ეს ძალიან ისეთი განცდა, რომ არ ვიცოდი რა იქნებოდა და როგორი ფიქრი მომდიოდა პირველი ის, რომ იმიტომ რომ არ მქონდა სათანადო ინფორმაცია, მომდიოდა ის ფიქრი, რომ რა ეშველება, როცა ჩემს გარეშე მოუწევს ცხოვრება და ჩემს შვილებს რამხელა უფროს შვილებს რამხელა პასუხისმგებლობას ვუმატებდი და თავიდან აი პირველი 2 კვირა განსაკუთრებით იყო აი
თითქოს აი მინდოდა რომ ყველაფერი წამეკითხა, ყველაფერი მომეცნია და მივიღე უცხოური ინფორმაცია, გაუფილტრავი ის რაც არ იყო საჭირო, ის რაც კლასიკურ დაუნის სინდრომს არ ეხებოდა. მოკლედ ძალიან გაუფილტრავი ინფორმაცია მივიღე და შესაბამისად ეს რაღაცა რო ციბნელეში ხელის ცეცებით რო დადიხარ, ესეთი შეგრძნება მქონდა რომ აი არ ვიცოდი რასთან მქონდა საქმე. იცი რა მაინტერესებს ამ პროცესში ნუ მესმის აბსოლუტურად ნებისმიერი ადამიანის პირველადი რეაქცია ეს არის რომ ინტერნეტში იძებს ინფორმაციას, მაგრამ აი სპეციალისტი არ დაგეხმარა ამ ემართულებით რომ მას მოეცა მიმართულება. კი, უბრალოდ სანამ სპეციალისტამდე მივედი და ის მოხდა რაღაც 2 კვირის მანძილზე რომ ჩავეწერე და მივედი, აი ალბათ მთელი ცხოვრება მადლიერი ვიქნები ამ გენეტიკოსის ირაკლი ჯოლოხავრავი თუ შეიძლება რა სახელი ვთქვა. ბატონ ირაკლისთან მივედი აი მართლა წყვდიადით და იქიდან გამოვედი აბსოლუტურად დამშვიდებული და აი სრულიად შეცვლილი დამოკიდებულებით, იმიტომ რომ 2 საათიანი შეხვედრა ვქონდა, აი მართლა გადაცდა ყველანაირ ზღვრებს დადგენილ ზღვრებს და ესე იგი მეჯდა და მიხსნი და აი ამ ჩემს წაკითხულს მოსმენილს მაფილტრინებ და რა იყო საჭირო, რა არ იყო საჭირო, როგორ ხდებოდა. მოკლედ იქიდან გამომიშვა ბატონმა ირაკლიმ, აი წყვდიად განათებული მართლა და რომ მარტო ვიყავი უბრალოდ მეგობართან ერთად წასული ამ ვიზიტზე ჩემი მეუღლე ვერ წამოვიდა და რომ გამოვედი მაშინ რომ დაურეკე რომ ნეტა აქ ყოფილიყავი თქო როგორ სიმშვიდე მომყვება თქო და მაშინ მითხრა ჩემო მეუღლემ რომ ძალიან მიხარიაო რომ ეგრე ხარ, იმიტომ რომ მე ეგრე ვარ, თავიდანვე ეგრე ვიყავიო მშვიდად და შენ რო დარდობდი მე მაგაზე ვდარდობდიო და ეს იყო ჩემთვის უდიდესი ძალა რომ ლექსო იყო მზად ყველაფრისთვის, ლექსო იყო ჩემს გვერდით და მოკლედ აი ამ დღიდან 29 დეკემბერი იყო, 29 დეკემბრიდან დაიწყო ჩვენი აი მიმღებლობის პროცესში ძალიან დიდი ნაბიჯი გადამადგმევინა მოკლედ ირაკლი ჯოლოხავამ და იმის შემდეგ უკვე იმას ვკითხულობდით, რაც საჭირო იყო, იმას ვიძიებდი, რა ინფორმაციაც საჭირო იყო, რაღაცნაირად დავმშვიდდი, დავიწყე სწავლა, მომზადება მატასთან შესახვედრად და როცა მატა გავაჩინე, აბსოლუტურად გაცნობიერებული ვქონდა, რასთან ვქონდა საქმე, მზად ვიყავით, დამშვიდებულები ვიყავით, დაწყმარებულები ვიყავით და აი გაჩენის დღიდან ამოაყირავა ჩვენი ცხოვრება სრულიად მატა. ძალიან საინტერესოა, იმიტომ რომ სტანდარტული სცენარის განვითარებებს ასე თუ ისე ყველანი ველოდებით, მაგრამ როდესაც აღმოჩნდებით ხოლმე არასტანდარტულ სიტუაციაში, აქ რაღაცნაირად პიროვნულად ჩვენ თვითონაც ვიზრდებით და ცხოვრებაც ბევრად უფრო რაღაცა საინტერესო შტრიხებს იღებს და ძალიან საინტერესოა ამის გაზიარება მართლა. იყო თუ არა აი ეს მომენტი, აი ხაც ვახსენე, რომ შენ თავში აი ამ პროცესში რაიმე ახალი თვისებები აღმოგეჩინა. კი, მართლა იმხელა ძალა აღმომაჩნდა, რომ ზეც მანამდე თურმე არ ვიცოდი ამ ძალის შესახებ. ესე იგი, როგორც გამოწვევა ისე მაქვს მიღებული ეს ჩემი და მატას ცხოვრება. ეხლა და აი ინტერესი და ყველაფერს ვაკეთებ ამისთვის, რომ საუკეთესოც არის მართლაც მატას ცხოვრება და მართლა სრულფასოვანი იყოს. მაგრამ აი ერთად ვიზრდებით, ერთად ვსწავლობთ, არ ვიღლებით, ვმუშაობთ, მეცადინეობთ და აი რას ვიზავთ, აი როგორ გავლევთ ამ გზას, ასე ვთქვათ, ჩემთვის არის აი ერთი დიდი გამოცანა და აი არ ვიცი, როგორ ვთქვა, მუღამში ვარ და რაღაცნაირად თუ შეიძლება ესე ითქვას, რომ ყველაფერი ისე შევძლო და მატა მოიწყოს ისეთი სრულფასოვანი ცხოვრება, როგორიც ჩაფიქრებული მაქვს. მის გვერდში ვიქნები და მის უკან ვიდგები ყოველთვის. ამ გადმოსახედიდან რას ნიშნავს შენთვის განსხვავებულობა? შეიცვალა შენი დამოკიდებულება ამ ხრივ? კი, ძალიან შეიცვალა, იმიტომ რომ სამწუხაროდ არანაირი ინფორმაცია არ მქონდა. ზოგადად აი სტანდარტული რა, აი ძალიან შორიდან დანახული სურათი მქონდა, ასე ვთქვათ, შშმ პირებთან დაკავშირებით და განსაკუთრებით დაუნის სინდრომის შესახებ არ ვიცოდი, არ მქონდა ინფორმაცია, სწორედ ამიტომ მქონდა ეს თავიდან რაღაცა შიში, ღელვა და ასე შემდეგ. განსხვავებულობა სულ ვამბობ ხოლმე, რომ საოცრად ლამაზია ეს განსხვავებულობა. ეხლა ვხვდები არა მარტო მატას შემხედვარე, ეხლა ძალიან აქტიურად, აი სოციალურ მაქსიმუმად რაღაცნაირად თვალსაჩინო გაგვიფართოვა, ესე მგონია და სულ ვუყურებ ქართველებსაც, არაქართველებს, ბავშვებს და დაუნის სინდრომიან ბავშვებს და ეხლა ვხვდები, რა დონის სილამაზეა ეს განსხვავებულობა. ყველა ქცევაში, ყველა გამოხედვაში, აი ვიჯერ აი ამ სილამაზეს. ჩემთვის არის უზღვავი, უპირობო სიყვარული და ალბათ
უდიდესი ძალა. ხო. მგონია რომ მარტა მოვიდა ჩვენთან იმისთვის, რომ ჩემი შვილებიც, ჩვენი ოჯახის წევრები და ზოგადად ჩვენი წრე უკეთესი ადამიანები გავხადოს. ძალიან მაგარი გამოცდილება ნამდვილად პიროვნული განვითარების თვალსაზრისით. ერთის მხრივ არის ეს მართლა ძალიან მშვენიერი პროცესი, მაგრამ მეორეს მხრივ არის საზოგადოება, რომელიც ხშირად გვახვედრებს სტიგმებს. აი რა არის ეს სტიგმა, რომელსაც აი ესე შეჩეხები ხარ უხეშად? გულწრფელი რო ვიყო და სიმართლე ვთქვა, პირადი გამოცდილება არ მაქვს ამასთან დაკავშირებით უარყოფით. რა მაგარია? მე და მატას ხო ვერ ვიტყვი ნამდვილად, რომ რაღაცნაირად ვინმესგან ან ზერა, ან სიტყვა, რაღაც მიგრძვნია, ან უთქვამთ ჩემთვის რაღაც უარყოფით კონტექსტში. ვერ ვიტყვი ამას ნამდვილად. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ საზოგადოებას ასე ვთქვათ, ცნობიერების ამაღლება არ სჭირდება. არსებობს ძალიან ბევრი სტიგმა, არსებობს უხეში ჩარევაც, ხშირად აი ჩვენ სულ ჯგუფიც არის დაუნის სინდრომი ბავშვობის და იქაც საუბრობთ ხოლმე დედები და მქონია პირადი საუბარიც არც ისე სასიამოვნო გამოცდილებები ქონიათ დედებს და არასასიამოვნოა ნამდვილად. შეგიძლია მოგვიყვე ამ გამოცდილებებზე აი რა ტიპის აი მაგალითად ერთი რაც მახსენდება 5 წლის ბავშვმა გააკეთა ისეთი კომენტარი პარკში ამ პატარა გოგონასთან დაკავშირებით, რომ მე არ მიყვარს ესეთი ბავშვები. ესეთი კომენტარი და ცხადია ეხა 5 წლის ბავშვი არის სარკე აბსოლუტურად ოჯახში. თავისი ოჯახის რა თქმა უნდა. და შესაბამისად, რასაც საუბრობენ ოჯახში, რასაც ფიქრობს დედა, რასაც ფიქრობს მამა, ბებია, ბაბუ არ აქვს მნიშვნელობა, ის გამოიტანა ბავშვმა გარეთ. და საოცრად გულნატკენი იყო ეს მეგობარი ჩემი დაუნის სინდრომიანი შვილის დედა, ასე ვთქვათ. და გულნატკენი იყო და თან ვერაფერი ვერ გავაკეთეო, ესე მეუბნებოდა, აი ვერ აგიხწერთ ისეთი, თან იმ მომენტში ჯერ ის რომ 5 წლის ბავშვს რაღაცნაირად აი რა უნდა უთხრა და თან ვერაფერი ვერ მოვახერხეო, რომ მეთქვაო და მისი დედა იქ არისო, ან არაფერი კომენტარი არ გავუკეთე. ხო, აი რაღაცნაირად ის ვერ მოახერხა, რომ საპირწონე პასუხი გაეცა თუნდაც დედისთვის, ეთქვა რომ აი რატო ან ბავშვი ესე ფიქრობს და მოდი იქნებ დაელაპარაკოთ ან რაღაცა მსგავსი. მხოლოდ ის ვიგზავნიო, როგორ მაწვებოდა ცრემლებიო და მოვკიდეო ბავშვს ხელიო და გამოვიქეციო. თუმცა ჩემი და მატას შემთხვევაში ვერ გავიხსენებ, რომ რაღაცა უარყოფითი დამოკიდებულება მეგრძნო საზოგადოებას. რას ფიქრობ, ეს რისი ბრალი არის? არაინფორმირებულობის თუ იმის, რომ ზოგადად საზოგადოებას განსხვავებულობის ეშინია? ალბათ განსხვავებულობისაც ეშინიათ. არასწორი წარმოდგენები აქვს და შესაბამისად ეს უკვე რაღაც ინფორმაციის ნაკლებობაზე მიუთითებს და მეც მათ რიგებში ვიყავი, ანუ ეს არ არის რაღაც ეს როგორ შეიძლება რაღაც დატუქსვის კონტექსტში არ ვამბობ, იმიტომ რომ მეც მატა სანამ მეყოლებოდა, მეც მათ რიგებში ვიყავი, არანაირი ეს სიღრმისეული ინფორმაცია არ მქონდა. ძალიან კარგად მესმის, იმიტომ რომ ასე ვართ ყველა რაღაცნაირად უფრო სიღრმისეულად ხვდებით მე იმ თემას თუ პრობლემას თუ გამოწვევას, როდესაც ჩვენ გვეხება, იმიტომ რომ მანამდე რაღაცნაირად კი, ცხადია და სწორედ ამიტომ გადავწყვიტე, რომ მათაც ესე აქტიურად იმიტომ ჩანს სოციალურ ქსელში, რომ ანუ აი მივაწოდოთ ინფორმაცია, ეხლა TikTok-ი გავაკეთე, სწორედ აი ამ რაღაცა საინფორმაციო, ასე ვთქვათ, ქარტებით, რომ ინფორმაცია აი ესეთ ყოველდღიურ რეჟიმში შეხვდეს ხალხს. ხან ჩემგან, ხან სხვისგან, სადღაც წაიკისკავენ, ნახავენ, ანუ მეც რო შემხვედრო და ალბათ დამაინტერესებდა ესეთი ინფორმაცია და გავეცნობოდი და არ მინდა რომ რაღაც ეს დატუქსვა გამომივიდეს, მაგრამ არის შემთხვევები, როცა მართლა უტაქტოთ და უხეშად ერევა საზოგადოება ამ თუ იმ საკითხს. ია, ცოტა რაღაცა მძიმე თემასაც მინდა შევეხო. შენ ახსენე, რომ შენ ყავდა ამ შემთხვევაში ძალიან კარგი მხარდამჭერი მეუღლე, რომელიც თავიდანვე გვერდში ამოგიდგა და აი სიმშვიდე და დასაყრდენი დაგანახა. არიან ქალები, რომლებსაც ეს არ აქვთ და პირიქით რაღაცნაირად უარყოფენ ხოლმე. რამდენად მნიშვნელოვანია ამ დროს მხარდაჭერა?
ძალიან მნიშვნელოვანია, აი სიტყვებით რო ვერ გადმოსცემ იმ დონეზე მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ჯერ ის რომ მე ჩემ შემთხვევაში ყოველ შემთხვევაში ორსულად ვიყავი ეს ამბავი რო გავიგე და ისედაც ძალიან ემოციურად ხარ, თუნდაც მე ხო არა აქვს მნიშვნელობა, თუნდაც უკვე ბავშვის დაბადების შემდეგაც რო იგებ უნიშნულოვანესია რომ შენს გვერდზე იყოს ადამიანი და ეს რაღაცნაირად ისე არ მინდა რომ გამომივიდეს რომ მე ჩემი მეუღლე მომეხმარა. კი, მომეხმარა ჩემი მეუღლე. მე და ჩემი მეუღლე ერთად მივიდეთ ერთად გაიზიარეთ პასუხისმგებლობა. აბსოლუტურად ხო. ანუ ისე არ არის რომ მე მეხმარებოდა ჩემი მეუღლე ან რამეში მეხმარება. აბსოლუტურად ერთნაირად ვიღობთ ამ პასუხისმგებლობას და ერთნაირად ვცდილობთ მარტას განვითარებასაც, წინსვლასაც და ყველაფერს. სწორედ ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არა მხოლოდ მეორე ნახევარი იყოს შენ გვერდზე, ჩვენი მთელი ოჯახი ესე მივიღეთ ეს მოცემულობა, რომ მარტა ყველაფერს შეძლებს, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ მისთვის, თვითკმარიც იქნება, წარმატებულიც იქნება, ისწავლის კიდევაც, რაც მოუნდება იმ პროფესიას და ეუფლება, აი ეს მიუღებლობა გაკეთებული საქმის ნახევარია, ესე მგონია ყოველ შემთხვევაში. კი. გეთახმები ნამდვილად. იცი რა მაინტერესებს, რადგანაც აი ერთია რომ რაღაცნაირად შიგნიდან ჩავიხედოთ ამ თემაში და მეორე საზოგადოებას მინდა რომ უფრო ფართოდ გავაცროთ ეს თემა. აი რომ აგვიხწერო როგორია მატას ერთი ჩვეულებრივი დღე და რა განსხვავებებია. აბსოლუტურად სტანდარტული დღე აქვს მატას. მარტა იღებს ძალიან ადრე 6 საათზე იწყება ჩვენი დილა. დილიდან ვიწყებთ თამაშით და ეს თამაში სწავლა და თამაში ერთდროულად გრძელდება მთელი დღის განმავლობაში, მაგრამ განსხვავება რაც მინდა რომ თქვა ჩემს უფროსშულებთან მიმართებაში, ანუ ეხლა ყველა პატარა ნაბიჯი ჩვენთვის დიდი გამარჯვებაა, იმიტომ რომ აი ისეთი ოვაციებით ხვდებით მატას აი ყველა წინსვლას, ყველა გადადგმულ ნაბიჯს, რომ თვითონ ითხოვს ეხა ტაშს. რო დაგვაგვიანდება, ხო, რო დაგვაგვიანდება, გვახსენებს, რომ ტაში უნდა დაუკრათ და ისეთ წვრილმანებს მაშინ როცა ტიპური განვითარების შვილი ყავს, ანუ ეს თითქოს ჩვეულებრივი ამბავია, რომ რა ვიცი, გადაბრუნდა, გაიარა, იქო ხარ, კუბიკები დააწყო, ანუ ეს ჩვეულებრივ ამბად იღებს დედაც, მამაც. დაუნის სინდრომიანი შვილის შემთხვევაში ეს არის შენი გამარჯვება, შენ შულთან ერთად, რომ აი კი, გააკეთა, იყო ჩაღა, ძალიან მაგარია, ძალიან ჭკვიანია. ეს არის ერთადერთი განსხვავება. რებია ეს გამარჯვებები? აი მაგალითად რო რა გააკეთა? ჩვენ შემთხვევაში მაგალითად მე მახსოვს პირველად რომ მატა გადაბრუნდა, პატარა იყო სკოთაშორის ძალიან პაწაწინა იყო და როგორი ოვაციებით შეხვდნენ მე და ბავშვები ვიყავით და საოცარი ოვაციებით შეხვდნენ ბავშვები რომ აი დედა გადაბრუნდა, იმიტომ რომ რაღაცნაირად მოწადინებულები ვართ მთელი ოჯახი რომ კი მატამ ეს ყველაფერი უნდა შეძლოს და აი მე ბევრს მეცადინეობს და მუშაობ. ჩართულები ხართ მთელი ოჯახი. ჩართულები ვართ კი და ყოჩაღობს მატა სკოთაშორის ძალიან რა ვიცი, გაიხლა ცოტა ხნის წინ გაიარა, რაღაც დავალებებს ასრულებს, თავისით ჭამს და ასე შემდეგ და აი ეს თითოეული ნაბიჯი ჩვენი ოჯახისთვის არის მართლა გამარჯვება და აი ვაფიქსირებთ, განსხვავება ეს არის, რომ ვაფიქსირებთ ყველა დეტალს. რასაც აქამდე ნამდვილად არ ვაკეთებდით. ვიღებდით ისე თითქოს ჩვეულებრივი ამბავი. ია, არსებობს რაიმე სპეციალური საჭიროებების ბაღი ან სკოლა ან რაიმე მსგავსი თუ ჩვეულებრივ შეგვიძლია ვატაროთ ბავშვი ნებისმიერი ტიპის დაწესებულებაში. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ქვეყანას ბევრი განვითარება ჭირდება მაგ კუთხით და ბევრი საჭიროება არ გვაქვს, ასე ვთქვათ, ხელმისაწვდომი არ არის. მაგ თვალსაზრისით საჯარო ბაღშიც და საჯარო სკოლაშიც იღებენ დაუნის სინდრომიან ბავშვებს. საჭიროების შემთხვევაში ყავთ ასისტენტები, რომლებიც კონკრეტულად ბავშვზე არიან ორიენტირებულები და მიმაგრებულები, ასე ვთქვათ, ბაღშიც და სკოლაშიც. ეხლა ვერ ვიტყვი, რომ მარტივი პროცესია ეს რაღაც ასისტენტის აყვანა, ასე ვთქვათ. თუმცა ფაქტია, რომ არსებობს ესეთი და ჩვეულებრივად საჯარო სკოლაში დადიან. როგორია შენთვის როგორც დედისთვის ამ პროგრესის აღქმა, რომელსაც შენი შვილი ყოველდღიურად გადის? საოცარი სიხარულის მომნიჭებელია მართლა. აი ვერ გადმოვცემ სიტყვებით თვითონაც ისე ედება ეს ჩვენი ემოცია და ეს ჩვენი ხიარულება და ეს ჩვენი ბედნიერება მის
წინ გადადგმულ ნაბიჯზე, რომ თვითონაც ესე მგონია, რომ თვითონ ეძლევა мотиваცია, რომ უფრო მეტად მოინდომოს, ასე ვთქვათ, და უფრო მეტი გააკეთოს და ეს მგონია ყველაზე მნიშვნელოვანი, რომ დედის და ოჯახის ჩართულობა. ანუ ჩვენ რადგან მივიღეთ ეს მდგომარეობა ისე როგორც არის და ძალიან პაწაწინა ასაკიდან დავიწყეთ აი ეს მუშაობა, რავი, გადაბრუნებაზე, გადმობრუნებაზე და ასე შემდეგ, ასაკის მიხედვით, აუცილებლად მოიტანს შედეგს. და პრინციპში ხედავთ კიდე შედეგს მათასთან მიმართებაში. ნამდვილად მოაქვს შედეგი და გვახარებს ყოველდღიურად თავის სიყვარულს. ბავშვებთან, შენს უფროსშვილებთან მოგიწია ალბათ ამ თემაზე საუბარი და როგორ მიიღეს? კი, ბავშვებს ვუთხარით ეს ამბავი, როცა მატა იყო დაახლოებით 2 თვის. ანუ ინფორმაცია ისე მივაწოდე, რომ როგორც ზრდასრულ ადამიანებს, რომ მატას აქვს დაუნის სინდრომი, ხშირ შემთხვევაში ესია, ხშირ შემთხვევაში ისია, არ ვიცით როგორ იქნება, რა დასჭირდება მატას, როგორც ჩვეულებრივ ტიპურ განვითარების დროს ზოგი სკოლაში 10-ოსანია და ზოგი სკოლაში შედარებით ნაცდავლობს. კი ბატონო, ესე არის ამ შემთხვევაშიც, არ ვიცით წინასწარ რა იქნება და როგორ იქნება, თუმცა თქვენს და ჩვენს ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ მატა იყოს წარმატებული და ყოჩაღი და მათი დამოკიდებულება იყო ჩემთვის იმაზე, გადააჭარბა აბსოლუტურად მოლოდინს, იმიტომ რომ პირველი ცხადია იყო აი შეცოდება ვიგრძენი მათ თვალებში, იმიტომ რომ ჩვენ შუათანას გოგოს თვალები აი მართლა ცრემლით სომაშინათო, მაგრამ აი ორ წუთში გაქრა ეს შეცოდება და ჩვენ ხო ის ვიცით და ჩვენ ვასწავლეთ, ჩვენ ვამეცნებთ, გადავიდნენ აი ამ ტალღაზე მაშინ ხო ეგრევე გადავიდნენ ამ ტალღაზე და მე ანდრიამ ჩემო უფროსმა შვილმა ჩაიხუტა და ერთად დაიძინეს, აი ეს მახსოვს ეს ფაქტი და სულ ვაკვირდებოდი, რომ ცოტა უფრო სხვანაირად ხარ მიუდგებიან მას შემდეგ, რაც გაიგეს ეს ამბავი და არ შეცვლილა მათი დამოკიდებულება, ანუ შეცოდება რაღაცა აი ზედმეტი ყურადღების გამახვილება ამაზე მათი მხრიდან არ ყოფილა, ან მიიღეს იმაზე უფრო კარგად, ვიდრე წარმომედგინა, კი. ძალიან კარგია. და არიან აი არ ვიცი დედა და მამა იღებენ მონაწილეობას აბსოლუტურად ყველაფერში, გასეირნება, ჩაცმა, ჭამა, რავი, ყველაფერში ჩართულები არიან. თავის ინიციატივით ცხადია ამას ესე დაძალებით არ ვაკეთებთ, მაგრამ თვითონ ძალიან აქტიურად არის. როგორც დედა, როგორ ანეძლებ ყურადღებას ამ შვილს შორის? მით უმეტეს რომ მესამეს ცოტა სპეციფიური საჭიროებები აქვს. ხო არ გაქვს ხოლმე პატარა ესეთი დანაშაულის შეგრძნება, რომ აი იმათ ხო არ დავაკერი რამე. მაქვს ეს დანაშაულის შეგრძნება, იმიტომ რომ რაღაცნაირად ესე გამოდის ხოლმე ბუნებრივად, რა ეს პატარა არის, ამას ცოტა მეტი ყურადღება უნდა დაძინება, რავი, გასეირნება, უფრო აქტიურად რაღაცა. თუმცა რაღაც ჩემი პატარა ხრიკები მაქვს შემუშავებული და ვცდილობ ხოლმე რომ მოვაწყოთ დედაშვილის დღე, ესე გვაქვს ხოლმე, აი მაგალითად მარტო მე და ანდრია მივდივართ სადღაც. შეიძლება ეს იყოს თვეში ერთხელ და 2 თვეში ერთხელ, მაგრამ რაღაცნაირად მინდა რომ აი ოდნავ ყურადღება თუ მოვაკლებ, ამით დავაბალანსო და ეს იმ დონეზე ესეთი ეფექტური და კარგი დროა ხოლმე, რაღაც ხარისხიან დროს რო ეძახებ, ესეთი ხარისხიანი დრო გამოგდეს, შეიძლება არაფერი არ ვაკეთოთ, აი ან წავიდეთ ლისზე, ან მაგრამ ბავშვმა იცის რომ ეს მისი დროა ეს მისი დროა, კი და ეხლა ბოლო პერიოდში რაღაც ისე გადაება რომ არ ვქონია ეს ჩვენი დრო და სულ მახსენებენ რომ დედაშვილის დღე დიდი ხანია არ ვქონია ხო და აი რაღაცნაირად ვცდილობ ხოლმე რომ რაღაცით დავაბალანსო. თუმცა ალბათ ეს რაღაც შინაგანის ნაკლოვანება მაინც მაქვს შიგნით რომ ეხლა ნახსენეია რომ აი როცა ბავშვებს უხსნინდი მატას შესახებ მათ ესაუბრე იმის შესახებ რომ არ ვიცით როგორი პროგრესი ექნება. ეს რაზე არის ხოლმე დამოკიდებული? ალბათ ჩვეულებრივ ინდივიდუალურია, როგორც სხვა ნებისმიერი ადამიანი. ინდივიდუალურიც არის, ცხადია, მართლა ესეა, რომ ზოგი, რავი, ძალიან ყოჩაღია პირობითად, რა ვიცი, რაღაცა მათემატიკაში, ზოგი შედარებით თქვათ რაღაც ცოტა ჰუმანიტარული. ისევე როგორც ნებისმიერი ჩვენგანი. ხო, ის ანალოგიური ხდება აქაც. თუმცა დაუნის სინდრომიანი ბავშვების შემთხვევაში ხშირია გულის მანკი მაგალითად. და როცა არის რაღაცა ჯანმრთელობის პრობლემა, ძნელია ეხა კუბიკების დაავადებაზე გააკეთო კონცენტრაცია და რაღაცის სწავლებაზე. შესაბამისად, ოდნავ შეიძლება გვიან დაიწყოს ეს ამ უნარების განვითარება, როცა ჯანმრთელობის პრობლემა არის და ამიტომ მატას შემთხვევაში მადლობა ღმერთს ესეთი რაღაც
არ ყოფილა რაღაც ჯანმრთელობის პრობლემა არ აქვს და ამიტომ პირველივე დღიდან აქტიურად ამ კუთხით ჩავერთეთ რაღაც განვითარებაზე რა. ამ თვალსაზრისითაც წინასწარ მაინც რისკ ჯგუფია და სულ შემოწყება უნდა, სულ რაღაც უნდა და ამიტომ ვამბობდით, რომ არ ვიცი როგორ იქნება ამბავი, რასთან გვექნება საქმე, მაგრამ როგორც არ უნდა იყოს, ჩვენ ვისგვერდით ვიქნებით. ეს იყო ჩვენი რაღაცნაირი შეთანხმება. იცი რა მაინტერესებს, შენ შიგნიდან იცნობ ვითარებას და აი რას ფიქრობ, რა არის ამ მიმართულებით ჩვენს ქვეყანაში გამოსასწორებელი და რა არის სამუშაო? თუნდაც ქვეყანაში, თუნდაც საზოგადოების თვალსაზრისით. ბევრი რამეა იდეაში გამოსასწორებელი, ჯანდაცვის კუთხით. აი ჯანდაცვის კუთხითაც მაგალითად რაღაც პროტოკოლია შემუშავებული, რომელიც 2 წელია შემუშავებულია და ხელმოწერას ელოდება პირობითად მინისტრის და ვერ მოხერხდა. აი ბევრი რამე არის ეს ძალიან დეტალებში რო არ ჩავიდე. ბევრი რამეა გამოსასწორებელი და სულ ყველაფერს რო თავი დავანებოთ საზოგადოების მიმღებლობა, უბრალოდ აი საზოგადოების წარმოდგენები არის შესაძლებელი, რომ მიიღოს განსხვავებული ადამიანი. არ არის საშიში, არ არის საფრთხილო, აი სულ პაწაწინებსაც ჩემმა დამოყიდა მატას დაუნის სინდრომიანი თოჯინა. ხო. არ ქამდე ნანახი არასდროს არ მქონდა და არც მიფიქრია ამასთან დაკავშირებით და მე სულ ვფიქრობდი, რომ თუ ჩვენ შვილებს აი სულ პაწაწინა ასაკიდან შევაყარებთ ისევე როგორც ჩვეულებრივ დათუნიას თოჯინას, ისეთ თოჯინას, რომელსაც დაუნის სინდრომი აქვს, მაგრამ უკვე სკოლაში რო შეხვდება, ბაღში რო შეხვდება, რაღაცა ის სიფრთხილით აღარ მომზადებული იქნება მისი ფსიქიკაც და მისი დამოკიდებულება სხვანაირი იქნება. მიიღებს ისე როგორც ჩვეულებრივ ამბავს და ეხლა ჯერჯერობით აი წეგან რა მაგალითიც მოვყევი, არ არის მზად საზოგადოება, უბრალოდ უჭირს მიღება რაღაც დოზით. კი, მაგრამ მე ამასთანავე ინსულასაც ვამჩნევ აუცილებლად უნდა აღინიშნოს, იმიტომ რომ ეხლა მე რა შეხებაც მქონდა, მაქვს უბრალოდ საზოგადოებასთან აი ამ სოციალური ქსელით საოცრად დადებითი გამოხმაურება აქვს და ეგეც ძალიან მნიშვნელოვანი მგონია, რომ როგორც მიაწვდი საზოგადოებას, ისე გიბრუნდება. აუცილებლად, ხო. თან ამაში რაღაცნაირად მგონია, რომ ჩვენი საბჭოთა წარსულის დამნაშავე არის, იმიტომ რომ ყველანი იქიდან მოვდივართ, სადაც ნებისმიერი განსხვავებული ადამიანი სტიგმატიზირებული იყო და ამ მიმართულებით, აი რასაც ვამჩნევ, შეიძლება პატარა ნაბიჯებით, მაგრამ საზოგადოებაში მიმღებლობა მაინც ნელ-ნელა იზრდება. აი, ნელ-ნელა იზრდება და მართლაც სადა დედამიწასავით არის ალბათ 10 წლის წინანდელი და 15 წლის წინანდელი მდგომარეობა ახლანდელ მდგომარეობასთან. თუმცა ალბათ უფრო მეტი მუშაობა რო იყოს, უფრო მეტი ჩართულობა რო იყოს, კარგი იქნება. და ამ მხრივ თქვენ დაუნის სინდრომის მქონე დედიკოები მართლა ძალიან დიდ საქმეს აკეთებთ, იმიტომ რომ ჩვენამდე მოგაქვთ ეს ინფორმაცია. თუ არის სამედიცინო გაიდლაინებში რაიმე სიახლე დაუნის სინდრომის მართვის თვალსაზრისით და რაიმე პროგრესი? ზოგადად გაიდლაინებში სიმართლე გითხრათ, ესეთი რაღაცა ცვლილება ეს არ არის, ანუ სტანდარტული მდგომარეობა არის, ასე ვთქვათ და აი წეგან პროტოკოლი რო ახსენე, ამასთან დაკავშირებით არის ეს პროტოკოლი შემუშავებული ზუსტად რომ დაუნის სინდრომიანი ადამიანებს სჭირდებათ ასე ვთქვათ, ჩეკაპები ძალიან ხშირად. მაგალითად, რაღაც პერიოდში ერთხელ რაღაც ანალიზები პირობითად გულზე გადაღება და ასე შემდეგ და მაგალითად დაზღვევა მე როგორც ვიცი და მე როგორც მაქვს ინფორმაცია, აი თუნდაც კერძო დაზღვევა, იმიტომ რომ ეს გენეტიკური მდგომარეობა, ასე ვთქვათ, დაავადება ცოტა რაღაცნაირად ჭირს, მაგრამ გენეტიკური ამბავია, არანაზღაურებს პირობითად ამას. რაც ძალიან მნიშვნელოვანია. აი სახელმწიფო ჯანდაცვის პროგრამაში რომ მიიღონ ცვლილებები ამ პროტოკოლს ამ ამბავს ესახურება ეს პროტოკოლი რომელიც ხელმოსაწერია უბრალოდ შემუშავებული არის დაუნის სინდრომის მქონე ბავშვის მშობლის მიერ რომელმაც ძალიან ბევრი რამე გააკეთა ამ კუთხით და საზოგადოებაში ამაყვა ცნობიერება და ეს ჯგუფი რომელიც დაარსებულია მისი დაარსებულია და ძალიან ბევრ აქტივობას ანხორციელებს ეს ქალბატონი მისი და მისი თანამოაზრეების შემუშავებულია, თუმცა აი ესე დევს 2 წელია ეს დოკუმენტი, რა ძალიან ბევრი რამეა გასაკეთებელი ჯერჯერობით. ხო, მისმის.
ია, რას ეტყოდი დედიკოებს, რომლებიც აი ეხლა იგებენ დიაგნოზს თავის შვილის შესახებ და მართებთ ისეთი მომზადება. რთულია ალბათ რაღაცა რჩევა მისცა, იმიტომ რომ მართლა ყველა ემოცია რაღაც ინდივიდუალურია, ყველა განცდა, ძალიან ბუნებრივია, შიში, რაღაცნაირად იმედის დაკარგვა, მე ამ იმედის დაბრუნება და ესე ალბათ არ არსებობს ერთი რაღაც უნიკალური რჩევა, რაც უნდა მისცე, ან თავს უფლება მისცე, რომ ვინმეს რამე ურჩიო, მაგრამ ესე მგონია ყოველ შემთხვევაში, რომ თქვენი სიძლიერე აი დედის სიძლიერე პირდაპირ აისახება შვილზე, დედის მიმღებლობა პირდაპირ აისახება შვილზე და მისი შემდგომი განვითარებისთვის დედის სიმშვიდე ყველაზე მნიშვნელოვანია. ის რომ რაღაც უბედურება დაემართა დედას, აი ამ სტიგმიდან უნდა გამოვიდეთ. პირველი განცდა ალბათ ეს არის შიში, მაგრამ სინამდვილეში წინ ელოდებათ იმხელა უპირობო სიყვარული. საოცარი, აი სულ ვამბობთ ჩვენ სახლში, რომ მატა როცა ვერ გამოხატავდა ესე ემოციებს და ძალიან პატარა იყო, რომ გვიყურებდა, გვეფერებოდა თვალებით. წინ ელოდებათ ზღვა სიყვარული, რაც მათ საოცრად გააძლიერებს. ეჭვიც არ მეპარება, მაგრამ ხომ არ არსებობს, მაინც არ ვიცი, შეიძლება ისე ჟღერდეს ეს კითხვა. რაღაცა ისეთი კრიზისული მომენტები პიროვნული, რომელიც ნებისმიერი ადამიანის ცხოვრებაში შეიძლება დადგეს. კი, აი ამ დროს როგორ უყავდები ხოლმე ბუნებრივი რა, რაღაცნაირად აი წეღანაც ვახსენე რა, ეს გზა სანამ აი ეს მივიღებდი ამ ამბავს. აი მართლა ძალიან ბევრი ემოცია ინაცვლება ერთმანეთს. აი იმედის დაკარგვა, მერე პოვნა იმედის რაღაცაში, შიში, ღელვა, როგორ მოიქცევა სამყარო შენ შვილს. შენ შეიძლება მართლა ყველაფერი გააკეთო შენი შვილისთვის, მაგრამ აი ეს საზოგადოება არ დაინდოს, გული ატკინოს, აი ყველაფერს წინასწარ რაღაცნაირად ფიქრობ. შენს თავში უნდა იპოვო ალბათ ეს სიძლიერე, რთულია რაღაცნაირად მიუთითო, რომ აი აქ არის ეს სიძლიერე და შენ აი აქედან აიღე ეს ძალა, მაგრამ მე ყოველ შემთხვევაში ძალიან შველის, როცა ვუყურებ ჩემ უფროს შვილებს რა, ისინი არიან ჩემი იმედები და როცა ვფიქრობდი, რომ აი ჩემ შვილებს რამხელა პასუხისმგებლობას ვუმატებ, ეხლა ვფიქრობ, რომ მაგას როგორ ვფიქრობდი, როცა მატას გვერდზე ესეთი ღირსეული ადამიანები დგანან. ამიტომ წეღანად ვთქვით, რომ ვიღაცის გვერდში დგომა, შვილის, ქმრის, დის, ძმის ძალიან მნიშვნელოვანია. მარტო დარჩენილი დედა დაუნის სინდრომიანი შვილის თანაც არ არის სახარბიელო და არც ტიპური განვითარების რა თქმა უნდა. ხო, ყველა შემთხვევაში რთულია ამ ემოციების გადალახვა. თუ მარტო ადამიანი. გეთახმები ნამდვილად. ია, ძალიან დიდი მადლობა, ძალიან საინტერესო საუბრისთვის. მე ძალიან ბევრი რამე გავიგე. დარწმუნებული ვარ ჩვენმა მაყურებელმაც. შეგახსენებთ, რომ ჩვენი ეპიზოდის წარმდგენი არის ნუტრილაკი, ორგანული ბრენდი, რომელიც ბავშვებს თავაზობს სრულიად ჯანსაღ, ფაფებსა და ადაპტირებულ ნარევებს. დიდი მადლობა ია, შემდეგ ეპიზოდებში.